ეს ბანკის ძარცვა აღიწერა როგორც საუკუნის ძარცვა, ჭკვიანური გეგმა, რომელიც შედგა ჭეშმარიტი გენიოსის მიერ, რათა გაეტეხა ურთულესი სეიფი. ამ ამბავმა დეტექტივები ჭკუიდან შეშალა. დღევანდელი ამბავი მოხდა საფრანგეთში, ბანკში, რომელსაც Société Générale ჰქვია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული ბანკი, რომელსაც ფილიალები მთელს მსოფლიოში აქვს. ბანკი მდებარეობს ქალაქ ნიცაში, საფრანგეთის რივიერაზე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვის პირას. იმ პერიოდში ხალხის უმეტესობა ამ ბანკში ინახავდა თავის ძვირფას ქონებას, ფულს, სამკაულებს, ოქროს და სხვა ძვირფას ნივთებს. ბანკი ყველა სახის დეპოზიტს იღებდა და მათ სეიფის ყუთებში ათავსებდა. მომხმარებლებს სჯეროდათ, რომ მათი ქონება უსაფრთხოდ იყო დაცული, რადგან ბანკს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სეიფი მთელს საფრანგეთში და მთელს მსოფლიოში. მაგრამ რაც მოხდა 1976 წლის 19 ივლისს, ორ შაბათს, არავის არ ქონია მსგავსი რამოდესმე ნანახი. დღე დაიწყო ჩვეულებრივად, ყველა თანამშრომელმა დაიკავა თავისი ადგილი და მზად იყო სტანდარტული სამუშაო დღის დასაწყებად. არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ რაიმე უჩვეულო მოხდებოდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ბანკის დირექტორმა და რამდენიმე თანამშრომელმა არ სცადა სეიფის გახსნა, რათა კლიენტებისთვის ფული გამოეტანათ. სეიფის მთავარი კარი ჩვეულებრივ გაიყო, მაგრამ შიდა კარი არ იხსნებოდა. მათი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მაინც მშვიდად იყვნენ, რადგან მსგავსი რამ აქამდეც მომხდარა. ეს კარი უკვე 75 წლის იყო, დამზადებული იყო ფოლადისგან და იწონდა 20 ტონაზე მეტს, ასე რომ მსგავსი გაუმართავებები უჩვეულო არ ყოფილა. მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ ბანკის წინ უამრავი კლიენტი იყო შეკრებილი და ელოდა, როდის გაიღებოდა კარი, რათა გაეფორმებინათ თავიანთი ოპერაციები. ბანკის დირექტორი დაუკავშირდა კომპანიას, რომელიც ამ სეიფის მწარმოებელი და მომსახურე იყო. რამდენიმე წუთში კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე და დაიწყეს კარის მექანიზმის შემოწმება. სპეციალისტმა ბევრჯერ სცადა კარის გამბლოკვა და ცდილობდა გაერკვია, რატომ იყო გაჭედილი. გარკვეული დროის შემდეგ დაადგინა, რომ საკეტი მუშაობდა ნორმალურად, თუმცა კარი მაინც გაჭედილი რჩებოდა და მასზე არ იყო არანაირი კვალი იმისა, რომ კარის გაღება ძალით სცადეს. ექსპერტმა გამოიყენა ყველა ხელსაწყო, რათა დაედგინა, რამ გამოიწვია ეს პრობლემა. იმავდროულად გარეთ მყოფი კლიენტები სულ უფრო ნერვიულობდნენ. ისინი ხმაურობდნენ და აღშფოთებას გამოთქვამდნენ. ყველას უნდოდა თავისი ფულის დაბრუნება და სურდათ დაებრუნებინათ საკუთარი ღირებულებები, მაგრამ არავინ ეუბნებოდა, რატომ იგვიანებდა კარის გაღება. დაძაბულობა იზრდებოდა. ექსპერტის მცდელობები კვლავ უშედეგო იყო. მწარმოებელი კომპანიის მიერ გაგზავნილი დამატებითი სპეციალისტების დახმარებითაც კი ვერავინ გაარკვია თუ რა ხდებოდა. ყველაფერი ჩახლართულად და გაუგებრად ჩანდა. ერთადერთი ახსნა იქნებოდა ის, რომ კარი იყო შიგნიდან დაკეტილი, რაც ფიზიკურად შეუძლებელი ჩანდა. როგორ შეიძლებოდა კარი შიგნიდან ყოფილიყო დაკეტილი, როდესაც სეიფში შესვლის და გამოსვლის ერთადერთი გზა სწორედ ეს კარი იყო. ეს სულელურად ჟღერდა. შუადღისთვის გადაწყდა, რომ კარი გვერდიდან გაეჭრათ, სხვა გზა არ იყო. იმისთვის, რომ გაეგოთ თუ რამ გამოიწვია მისი გაჭედვა. საღამოს 3 საათზე პატარა ხვრელი გააკეთეს, საიდანაც შესაძლებელი გახდა შიგნით ჩახედვა. მუშებმა რაც დაინახეს, შეუძლებლად მოეჩვენათ. ბანკი გაძარცული იყო. ბანკის დირექტორმა პოლიცია გამოიძახა. მალევე ბანკის ავსა იყო პოლიციელებით, მათ შორის ყველა მაღალი რანგის ოფიცერი ნიცადან. ყველამ იცოდა, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკის ძარცვის გამოძიება ისტორიაში. ხვრელი გააფართოვეს და პოლიციელები სეიფში შევიდნენ. ძარცველებმა წაიღეს ქეში და კიდევ 4000 სეიფის ყუთი, რომლებშიც ძვირფასი ნივთები იყო. კედელზე დიდი ასოებით ეწერა, შეუიარაღებლად, ძალადობის და სიძულვილის გარეშე. მაგრამ მთავარ კითხვად რჩებოდა ერთი რამ: როგორ შევიდნენ და გავიდნენ ძარცველების სეიფიდან? დეტექტივებისთვის ეს მალევე გახდა ცხადი. იქ აღმოჩნდა ხვრელი, რომელიც მიდიოდა გვირაბისკენ და გვირაბი ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში გადიოდა. ძარცველების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტებიც იქვე იყო დატოვებული. ეს ყველაფერი მოწმობდა, რომ ეს საქმე დიდი ოპერაცია იყო. აღმოჩენილი იქნა 27 გაზის ბალონიც. ასევე აქ იყო ვენტილაციის სისტემები, რომლებიც გვირაბში სუფთა ჰაერს აწვდიდა და 9 მილის სიგრძის ელექტროსადენი. აშკარა იყო, რომ ამ ოპერაციას თვეების განმავლობაში გეგმავდნენ და ამ შრომის სანაცვლოდ ისინი 10 მილიონი დოლარის ღირებულების ნაძარცვი ქონებით წავიდნენ, ფულით, ძვირფასეულობით და ძვირფასი ლითონებით. ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბანკის ძარცვა, რომელსაც ყველა საერთაშორისო მედია საუკუნის ძარცვას უწოდებდა. ბანკმა დააწესა ჯილდო 250,000 დოლარის ოდენობით. მათთვის, ვინც რაიმე ინფორმაციას მიაწვდიდა ძარცველობის დაჭერის შესახებ. ეს იყო არამხოლოდ ყველაზე დიდი ძარცვა, არამედ ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოძიებაც. საფრანგეთის ყველა კუთხიდან გამოიძახეს მაღალი რანგის დეტექტივები. მათ დაკითხეს ათასობით ადამიანი, ბანკის თანამშრომლები, კლიენტები, რომლებსაც სეიფის ყუთები ჰქონდათ, აგრეთვე მუშები და მეზობლებიც კი. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ამ საქმეში გარეული იყო ცნობილი დანაშაულებრივი დაჯგუფება სახელად კანალიზაციის ვირთხები. ეს ბანდა ხშირად იყენებდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემას
დანაშაულების ჩასადენად. ხანგრძლივი გამოძიების შედეგად პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანელი გამოავლინა და თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი ამ დაჯგუფების წევრები იქნებოდნენ, თუმცა მათ არ სჯეროდათ, რომ რომელიმე შეეძლო მსგავსი მასშტაბური ოპერაციის დაგეგმა. ამიტომ გადაწყვიტეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოლოდათ. პოლიცია ეძებდა მთავარ გენიოსს. სწორედ იმას, ვინც ყველაფერი დაგეგმა. პირველი დიდი სამხილი აღმოჩნდა ოქტომბრის დასაწყისში, როცა ორი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანი მივიდა ადგილობრივ ბანკში ოქროს ზოდების გასაყიდად. ბანკის თანამშრომლებმა გადაამოწმეს სერიული ნომრები და აღმოაჩინეს, რომ ისინი ზუსტად ემთხვეოდა იმ ზოდებს, რომლებიც ძარცვის დროს იყო წაღებული. ეს საკმაოდ სულელური ნაბიჯი იყო მათი მხრიდან. ბანკის პერსონალმა პოლიცია გააფრთხილა და ორივე კაცი მაშინვე ადგილზევე დააკავეს. ხელისუფლებას ჰქონდა მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ნამდვილად ეკუთვნოდნენ იმ დაჯგუფებას. იმედი ჰქონდათ, რომ დაკითხვით მიადგებოდნენ იმ მთავარ პიროვნებას, ვინც ოპერაციას გეგმავდა. პოლიციამ მათ აუხსნა, რომ შესაძლოა მათი ახლობლებიც დაედანაშაულებინათ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ კი მათ არაფერი იცოდნენ. ასევე უთხრეს, რომ შეეძლოთ დაკავებულები დაუყოვნებლივ ციხეში გადაეყვანათ და ნებისმიერი მეთოდით დაეყოლიებინათ აღიარებაზე, უკანონო მეთოდებითაც კი. ამდენი წნეხის შემდეგ ერთ-ერთმა დამნაშავემ დაასახელა ერთი სახელი, ფოტოგრაფის სახელად ალბერი. მან თქვა, რომ სწორედ ალბერმა დაგეგმა ეს ყველაფერი. პოლიცია მაშინვე მივიდა მასთან და დაიწყეს დაკითხვა. კაცი შოკში ჩავარდა. თქვა, რომ საერთოდ არაფერი იცოდა. პოლიციელებმა იმედგაცრუება გამოთქვეს, რადგან ის საერთოდ არ შეესაბამებოდა ძარცვის ორგანიზატორის პროფილს. და ის ნამდვილად სანდო და გულწრფელ ადამიანს გავდა. მისი ნაცნობებიც კი ამტკიცებდნენ, რომ იგი უბრალო ფოტოგრაფი იყო, რომანტიკოსი, ერთგული და მოსიყვარულე, განსაკუთრებით ცოლის მიმართ. წყვილი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით ცხოვრობდა სოფელში. ასეთ ადამიანს ბანკის გაძარცვის ორგანიზატორად ვერც კი წარმოიდგენდი, ეს უბრალოდ აბსურდი იყო. თუმცა მაინც დააკავეს. დეტექტივებმა კვლავ დაიწყეს მისი გამოკითხვა, მაგრამ ალბერი კვლავ ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო. დაკითხვა საათობით გაგრძელდა. პოლიციელები ყველა ხრიკს მიმართავდნენ, რათა მოეპოვებინათ მისგან აღიარება. ალბერი ფოტოგრაფი ჯერ კიდევ მშვიდად და გაწონასწორებულად იქცეოდა მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მის წინააღმდეგ როგორც კანონიერ, ასევე უკანონო მეთოდებს იყენებდა. როცა იგი დაკითხვაზე ჰყავდათ, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა მის კოტეჯში, სადაც ის ცოლთან ერთად ცხოვრობდა. მათ აღმოაჩინეს არალეგალური იარაღი და ბომბები, რამაც პოლიციას გადამწყვეტი უპირატესობა მისცა დაკითხვაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოლიციას არ ჰქონდა პრობლემა უკანონო მეთოდების გამოყენებაში, რათა მიიღო მისთვის სასურველი აღიარება. მათ ალბერს დაემუქრნენ, რომ მის ცოლს იარაღის უკანონო ფლობისთვის დააკავებდნენ და წლობით ციხეში ჩასვამდნენ. პოლიციას კარგად ესმოდა, რამდენად უყვარდა ალბერს თავისი ცოლი და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის არაფრის დიდებით არ მისცემდა მათ საშუალებას დაეპატიმრებინათ მისი ცოლი. სწორედ ამ მომენტში ალბერი იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა და ცოლი გადაერჩინა. მან აღიარა, რომ სწორედ ის იყო ამ ოპერაციის გენერალური გეგმის ავტორი და დეტალურად მოუყვა ყველაფერს, თუ როგორ დაგეგმა ძარცვა. ალბერმა თქვა, რომ იდეა მას 2 წლის წინ მოუვიდა, როდესაც მეზობელმა, რომელიც ბანკში მუშაობდა, გაუმხილა, რომ სეიფს სიგნალიზაციის სისტემა საერთოდ არ ჰქონდა. ამის გაგების შემდეგ ალბერმა იქირავა სეიფის ყუთი. იმ დროს ბანკი ყუთების მფლობელებს აძლევდა უფლებას დაცვის გარეშე შესულიყვნენ სეიფში, რათა სრულად დაცულიყო კონფიდენციალურობა. ეს შესაძლებლობა ალბერმა გამოიყენა. კამერით შევიდა სეიფში და გადაუღო ფოტოები ყველა კუთხეს. თან საფუძვლიანად აკვირდებოდა და აკეთებდა ჩანაწერებს. იქ ათასობით სეიფის ყუთი იყო, ამიტომ მას ჭირდებოდა გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემდა დიდხანს დარჩენილიყო შიგნით შეუმჩნევლად და დაეგეგმა, როგორ გაეტეხა რაც შეიძლება მეტი საკეტი. ბევრი ფიქრისა და ვარიანტების დამუშავების შემდეგ ალბერმა დაასკვნა, რომ სეიფში შეღწევის საუკეთესო გზა იქნებოდა ქალაქ ნიცას ქვეშ გამავალი საკანალიზაციო სისტემა. თუმცა ეს სისტემა პირდაპირ შენობების ქვეშ არ გადიოდა, ამიტომ საჭირო იყო გვირაბის გათხრა იმ წერტილიდან, რომელიც ბანკის შენობასთან ყველაზე ახლოს იქნებოდა. ამ მიზნის მისაღწევად ალბერმა კვირების განმავლობაში არა საკანალიზაციო გვირაბში ეძებდა იმ ხაზს, რომელიც პირდაპირ ბანკისკენ მივიდოდა და ცდილობდა დაედგინა იდეალური წერტილი, საიდანაც უნდა დაეწყო თხრა, მაგრამ ეს ამოცანა თითქმის შეუძლებელი იყო. უჰაერობა საშინელი სუნი, ბნელით მოცული სივრცე. სუნთან გასამკლავებლად კუბური სიგარის მოწევა დაიწყო. ბოლოს კი მიხვდა, რომ ასე ვერაფერს მიაღწევდა. მაშინ ალბერი, თითქოს და სამშენებლო კონტრაქტორი იყო, წავიდა ქალაქის მერიაში და გამოითხოვა ნიცას საკანალიზაციო სისტემის რუკა. ამან საქმე მნიშვნელოვნად გაუადვილა. საბოლოოდ მან იპოვა ბანკთან ყველაზე ახლო საკანალიზაციო ხაზის წერტილი. იქედან სეიფამდე მხოლოდ დაახლოებით 9 მეტრის გვირაბის გათხრა იყო საჭირო. დაშორება მცირე ჩანდა, მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ადგილის ზემოდან გადიოდა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზა. გზაზე აუცილებლად გაიგონებდნენ ხმაურს გათხრის დროს. ალბერს უკვე ჰქონდა გეგმა, მაგრამ არ ჰყავდა ხალხი და აღჭურვილობა მისი შესრულებისთვის. ამიტომ გაემგზავრა მარსელში და შეხვდა რამდენიმე ბანდის ლიდერს, მათ შორის კანალიზაციის ვირთხებს. მათ იდეა მოეწონათ და აღფრთოვანდნენ. შეთანხმდნენ, რომ დახმარებას გაუწევდნენ, სანაცვლოდ კი
დიდ წილს მიიღებდნენ ნაძარცვიდან. მათ ალბერს მისცეს ყველა საჭირო აღჭურვილობა და მუშახელი. თავდაპირველად ალბერმა ერთ-ერთი ქუჩის ქვეშ დააყენა ბიჭების ჯგუფი რადიოგადამცემებით, რომლებიც დანარჩენებს შეატყობინებდნენ თუ პოლიცია მოულოდნელად გამოჩნდებოდა. იგი ყველა უსაფრთხოების ზომას იღებდა ოპერაციის წარუმატებლობის თავიდან ასაცილებლად. თხრა ხდებოდა ტრადიციული ხელსაწყოებით, რათა არ გამოეწვიათ ხმაური. გარდა ამისა, გვირაბი იყო ვიწრო, ცხელი და უჰაერო, რაც უმძიმეს პირობებს ქმნიდა. ერთ დღეს ერთ-ერთმა მუშამ სიცხეს და ჰაერის ნაკლეობას ვეღარ გაუძლო და გონება დაკარგა. ამის შემდეგ ალბერმა ჯგუფი ორ ნაწილად დაყო. თითოეული ჯგუფი მუშაობდა მხოლოდ 10 წუთი და შემდეგ 10 წუთი ისვენებდა. იქვე ექიმიც იყო სასწრაფო შემთხვევებისთვის. მუშებს ჭირდებოდა ჟანგბადი და განათება. მათ დააყენეს ვენტილაციის მილები და 9 მილის სიგრძის ელექტროკაბელები. ელექტროენერგია მეზობელი ავტოფარეხიდან მოიპარეს. ამ ყველაფერმა შეამსუბუქა სამუშაო პირობები. ალბერს ჯეროდა, რომ გეგმის წარმატება დამოკიდებული იყო მუშების კომფორტზე, ამიტომ ცდილობდა მათთვის მაქსიმალურად კარგი პირობები შეექმნა. 9 კვირის შემდეგ, ივლისის პირველ დღეებში მათ მიაღწიეს სეიფის კედელს. ყველა ხარობდა ალბერის გარდა. მან იცოდა, რომ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. კედელი იყო 12 დიუმიანი გამაგრებული ბეტონი. მისი გარღვევა მხოლოდ პნევმატური ჩაქუჩებით და ბურღების საშუალებით მოხდებოდა. ალბერი შეშინებული იყო, რადგან ასეთი ხელსაწყოების ხმას ზედა ქუჩაზე გაიგონებდნენ. ამიტომ თავად ავიდა ზემოთ და ქვემოთ მყოფებს დაავალა გათხრის დაწყება. მაგრამ მისი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. ზედა ქუჩიდან ხმა არ ისმოდა. იმ ღამით მათ სეიფის კედლის 9 გაარღვიეს და გადაწყვიტეს დარჩენილი ნაწილი გაეტეხათ სწორედ იმ ღამეს, როცა სეიფში შესვლას დააპირებდნენ. დადგა მნიშვნელოვანი დღე, შაბათი. მათ სპეციალურად შაბათი აერჩიეს, როგორც უქმე დღე, როცა ბანკიც არიელი იქნებოდა და საკმარისი დრო ექნებოდათ. იმ ღამით შევიდნენ გვირაბში და დაიწყეს დარჩენილი ბეტონის გარღვევაც. საჭირო იყო კიდევ 6 დიუმის ბეტონის გაჭრა. ეს გაცილებით მეტ დროს ითხოვდა, ვიდრე ალბერს ეგონა. კვირას დილით 2 საათი იყო, როცა ვირთხები სეიფში საბოლოოდ შევიდნენ. პირველ რიგში კარის ჩარჩოს ფოლადის შედუღება დაიწყეს, რათა დრო მოეგოთ გაქცევისთვის. იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე სეიფზე წვდომას ეცდებოდა. შიგნიდან დალუქეს კარი, ამიტომაც ვერ ხსნიდა მას ვერავინ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. შემდეგ დაიწყეს სეიფის ყუთების სათითაოდ გატეხვა და განცვიფრდნენ იმით, რაც შიგნით დახვდათ. ოქროს სამკაულები, ფული, ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებიათ. გამარჯვების აღსანიშნავად ბანკის სეიფში გვიანღამით ვახშამიც კი მოაწყვეს, როგორც მეფეებმა, ოქროზე გაშლილი სუფრით, სწორედ იმ ოქროს თებშებით, რომლებიც ერთ-ერთ ყუთში იპოვეს. იმავე ღამით შეიარაღებული კურიერები მოვიდნენ ბანკში ფულის შესატანად. ეს სტანდარტული პროცედურა იყო. მიკროდეპოზიტის შესატანით ჩანთა მათ პატარა ჭრილში ჩააგდეს, რომელიც პირდაპირ სეიფში გადიოდა, კარის გარეშე. ძარცველებისთვის ეს თითქმის ზემოდან ჩამოვარდნილი საჩუქარი იყო. ვირთხები განაგრძობდნენ ყუთების გატეხვას, ისინი სეიფში 27 საათის განმავლობაში დარჩნენ და მხოლოდ 4000 ყუთიდან 400-ის გახსნა მოასწრეს, თუმცა ესეც კი საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. ორშაბათს დილით 5 საათზე ალბერმა განაცხადა, რომ დრო იყო წასულიყვნენ. ბანკი 4 საათში გაიხსნებოდა. გაქცევამდე ალბერმა აიღო სპრეი და კედელზე დააწერა ცნობილი ფრაზა: უიარაღოთ, ძალადობის გარეშე, სიძულვილის გარეშე. ამ წარწერამ დეტექტივები აღაშფოთა, რადგან ხალხი ამით ერთობოდა და გულშემატკივრობდა ამ საქციელსაც კი. ქუჩაში ერთმანეთის მისალმება და გაცილებაც კი ხუმრობით ასე ჟღერდა: უიარაღოთ, ძალადობის გარეშე, სიძულვილის გარეშე. ბოლოს ალბერი და დანარჩენი ბანდას დაკავებულ იქნა. მან დეტექტივებს დეტალურად უამბო ყველაფერი, რაც უკვე იცით. მან გამოთქვა სურვილი თანამშრომლობისა იმ პირობით, რომ ცოლს არავინ შეეხებოდა. ალბერი პოლიციის ზედამხედველობაში იმყოფებოდა მანამ, სანამ საბოლოო განაჩენი გამოცხადდებოდა. ამ პერიოდში ის და მისი ადვოკატი ყოველ ხუთშაბათს ხვდებოდნენ მოსამართლეს მის ოფისში. მოსამართლეს სურდა შეეფასებინა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დაედგინა, რამდენად იყო მზად თანამშრომლო გამოძიებასთან. ეს პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ალბერი მშვიდად მიდიოდა მოსამართლესთან და 9 საათს ატარებდა მასთან. ყველა ელოდა, რომ ის შემსუბუქებულ სასჯელს მიიღებდა, რადგან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ბოლოს, სასამართლო პროცესის წინ ის კვლავ ჩვეულებრივად ესტუმრა მოსამართლეს. ის საუბრობდა ძარცვაზე და გადასცა მოსამართლეს 3 ფურცელი, რომლებზეც დახატული იყო ქალაქის საკანალიზაციო ქსელი, ვირთხების გზა. დაიწყო ახსნა, როგორ დაგეგმა ოპერაცია, საიდან დაიწყეს თხრა და როგორ მიაღწიეს ბანკს, მაგრამ მოსამართლე დაბნეული ჩანდა. ალბერმა მაშინ შესთავაზა, რომ ახლოს მივიდოდა და დეტალურად აჩვენებდა რუკაზე ყველაფერს. მოსამართლის დაბნეულობის გამოყენებით ალბერი მშვიდად ადგა, მივიდა მის ზურგს უკან, მიუთითა რუკაზე. აი აქედან დავიწყეთ, შემდეგ გავაგრძელეთ აქ, გადავუხვიეთ მარჯვნივ, მერე აქეთ და თითით მეუნიშნებდა. მოსამართლე ყურადღებით უსმენდა და რუკას უყურებდა და მოულოდნელად ალბერი შემოტრიალდა.
გამოიხედა მოსამართლის მაგიდის მიღმა მდებარე ფანჯრისკენ და გადახტა. ყველა შოკში ჩავარდა. მოსამართლე და ადვოკატი გაშეშებულები დარჩნენ. ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ოფისი პირველ სართულზე იყო, რაც ალბერტს გაბედულად მოქმედების საშუალებას აძლევდა. ფანჯრის ქვეშ მანქანა იდგა და ის სწორედ ამ მანქანის სახურავზე დაეშვა. ფანჯრის მიღმა მოტოციკლი ელოდებოდა, მასზე ალბერის მეგობარი იჯდა. ის მალევე ჩახტა და ორივე ერთად გაუჩინარდა. მას შემდეგ ალბერი აღარავის უნახავს. პოლიციამ ვერც ის იპოვა და ვერც ნაძარცვიდან წაღებული თანხა. გამოძიების მიმდინარეობისას მან არასდროს გასცა არანაირი ინფორმაცია, რაც ნაძარცვის ადგილმდებარეობას შეეხებოდა. თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ ალბერმა მანქანის მფლობელს, რომლის სახურავზეც დაეშვა, $600 გაუგზავნა, რომ ის დაზიანებული მანქანა შეეკეთებინა. ეს ერთგვარი კეთილი ჟესტი იყო. დარჩენილი ცხოვრება ალბერმა გაატარა დამცინავი გზავნილების გაგზავნით გამომძიებლობის მისამართით, ხან გაზეთებით, ხან ჟურნალებით, ხანაც სატელევიზიო საშუალებებით. ის აქვეყნებდა ფოტოებს, ბარათებს და უცნაურ მინიშნებებს. სამწუხაროდ ცოლი, რომელიც მას მთელი გულით უყვარდა, არ აჰყვა მის გაქცევას. ის ნიცაში დარჩა და მუშაობა გააგრძელა როგორც მედდა. და ბოლოს საუკუნის ყველაზე გენიალური ძარცვის ორგანიზატორი ალბერი 1999 წელს გარდაიცვალა ფილტვების კიბოთი. დღევანდელი ჩვენი ვიდეოც დასასრულს მივუახლოვდა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. თუ კი მოგეწონა, მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. აუცილებლად დაალაიქე ეს ვიდეო და თუ კი არხი არ გაქვს გამოწერილი, ახლავე გამოიწერე, რადგან წინ კიდევ უფრო საინტერესო ისტორიები გელოდება. დროებით.